დღევანდელ ვიდეოში იხილავთ სერხიო რამოსის სტუმრობას ილია თოფურიასთან, ცარუკიანის კრიტიკას ელ მატადორის მისამართით, ახალ და მნიშვნელოვან სიახლეებს ილიას სასამართლოდან, პატრულის მიერ გაჩერებულ მერაბ დვალიშვილს და ბოლოს თუ რამდენი გამოიმუშავეს 2025 წელს მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ. ვიდეოს ყურებისას არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა. ავიყვანოთ არხი 1000 გამომწერზე. ილია თოფურია არც ერთი დღით არ ისვენებს. ახალი წლის დღეებშიც კი აგრძელებს ვარჯიშს. მისთვის შრომა და დისციპლინა არასდროს ჩერდება, რადგან წარმატება მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. მაშინაც კი, როცა სხვები ისვენებენ, ილია დარბაზშია და საკუთარ მიზნებზე კონცენტრირებული მუშაობს. ილია თოფურია ბოლო დროს ბრძოლის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებდა, თუმცა ის ვარჯიშს დიდ დროს უთმობს. ჩემპიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ჩნდება ძირითადად სოციალურ ქსელში სხვა ცნობილი პიროვნებების მიერ ატვირთული პოსტების საშუალებით. ჯერ იყო ქართველი მანქანა მერაბ დვალიშვილი, რომელიც ელ მატადორს ესპანეთში ესტუმრა. ახლა კი სერხიო რამოსი. ესპანელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც ის ილიასთან ერთად ვარჯიშობს. რამოსთან ახლდა ესპანელი ტელეწამყვანი პაბლო მოტოსი. სერხიო რამოსი დიდი ხანია ელ მატადორის გულშემატკივარია. პირადად ესწრებოდა მის ბრძოლებს, ამხნევრებდა მას. მადრიდის რეალის ყოფილი კაპიტანი იქ იყო, როდესაც ილია თოფურიამ კარიერაში გადამწყვეტი მომენტები შეასრულა, როცა მაქს ჰოლოუეი ნოკაუტში ჩააგდო. ილია თოფურია UFC-ს მსუბუკი წონის დივიზიონში დაუმარცხებლად ლიდერობს და პირადი მიზეზების გამო შესვენება გადაწყვიტა. 2026 წლის ბოლოს დაბრუნებას გეგმავს. არმან ცარუკიანი და ალი აბდელაზიზი ილიას თავს ესხმიან და აკრიტიკებენ ბრძოლის გადადების გამო. ჩაილდსონენმა ტიტულის ჩამორთმებაზეც კი ისაუბრა, რადგან მისი თქმით, შესვენება მხოლოდ ტრავმის ან ავადმყოფობის გამო უნდა აიღო და არა პირადი ოჯახური პრობლემების გამო. ცარუკიანმა ისაუბრა მის სამომავლო გეგმებზე და ილია თოფურიამ მკაცრად გააკრიტიკა. მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება მინდა, მაგრამ არ ვაპირებ დიდხანს მოვიცადო. ილია თოფურია წელიწადში ერთხელ ჩხუბობს. შესაძლებელია ივნისში ტიტული დაიცვას და შემდეგ თქვას, მომდევნო ივნისამდე არ ვიჩხუბებ. ამ შემთხვევაში მე რა გავაკეთო? ძალიან ახალგაზრდა არ ვარ, რომ დიდხანს მოვიცადო და კარგი იქნება თუ BMF-ის ქამრისთვის ბრძოლას მომცემენ. მაქს ჰოლოუეი ან ჩარლზ ოლივეირა ორივე კარგი ვარიანტია. ყველა მებრძოლს გამარჯვება უნდა, მაგრამ UFC მიცის, რომ ამ სპორტში დონეები არსებობს. მათ იციან, რომ ილიას დამარცხება შეუძლებელია. ამ მომენტისთვის ის დიდი სახელის მქონე მებრძოლია და UFC ცდილობს გააჩეროს, რათა მასთან არ მივიდე. დამარცხებს ილია პედი პიმბლეტს? კი. დამარცხებს ილია ჯასტინ გეიჯის? კი. დამამარცხებს ილია ნე? არა. განცხადა სომეხმა მებრძოლმა. ასევე შეტევა იყო დვალიშვილზეც უმარის მხრიდან. უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის დასცინა და თქვა: კიდევ 1000 ჯერ რომ შემხვდეს, ვერ დამამარცხებს. მაშინაც კი თუ მერაბი 6 თვე დაისვენებს და იანს კიდევ ერთხელ და კიდევ 10 ჯერ რომ შეხვდეს, ყველა შემთხვევაში დამარცხდება, რადგან პიოტრი უმაღლესი კლასის მებრძოლია. ვაფასებ დვალიშვილს და იმ გზასაც, რაც მან გაიარა, მაგრამ იანს უკეთესი კრივი აქვს. მერაბი უფრო კარგია ჭიდაობაში, თუმცა მას შემტევი გრეპლინგის უნარები არ გააჩნია. დაჭერა, შეკვრა, ზურგის აღება, მტკივნეული ილეთის გაკეთება, ეს ყველაფერი ქართველის არსენალში არ შედის, რის გამოც იანს ვეღარასდროს დაამარცხებს, განაცხადა უმარმა. აღსანიშნია, რომ ილია თოფურიამ მოიგო პირველი სამართლებრივი დავა თავისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ. 7 იანვარს ილია თოფურია დაესწრო სასამართლოს ხდამას, მას შემდეგ რაც ჯორჯინამ ოფიციალურად მოითხოვა ნებართვა ბავშვი ქვეყნიდან გაეყვანა. საბოლოოდ მოსამართლემ მხარი დაუჭირა თოფურიას და ჯორჯინას ყველა მოთხოვნა უარყო. ჯორჯინა ამტკიცებდა, რომ ქვეყნიდან წასვლა აუცილებელი იყო ონლაინ ბულინგის გამო, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ მიიღო და აღნიშნა, რომ ავიაბილეთები ნახიდი იყო თითქმის 2 კვირით ადრე, სანამ თოფურია გააკეთებდა განცხადებას, რომელმაც მედიის ყურადღება მიიპყრო. სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ თოფურიას 4 თვის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა ენახა თავისი ქალიშვილი და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა გამოწვეული იყო დედის გადაწყვეტილებით, რომელმაც დაბლოკა მამასა და შვილს შორის კონტაქტი. UFC-ში ყველაზე მაღალშემოსავლიან მებრძოლებს შორის მერაბ დვალიშვილი მეორე ადგილზეა, ხოლო ილია თოფურია მე-6-ზე. მერაბმა 2025 წელს $6,824,000 გამოიმუშავა, ხოლო ილიამ $3,540,000. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს 4 ბრძოლა ჩაატარა, ხოლო ილია თოფურიამ მხოლოდ 1.
როდესაც მერაბ დვალიშვილი ღამის თბილისის ქუჩებში მანქანით სეირნობდა, პოლიციამ გააჩერა. მერაბმა ხუმრობით თქვა, რომ ერთხელ დაჯდა მანქანაზე თბილისის ქუჩებში და მაშინვე 5 წუთში პატრულმა გააჩერა. ვიდეოში არ ჩანს თუ რისთვის გააჩერეს და რა დააშავა მერაბმა. ამის შემდეგ მან პოლიციასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ერთად ავიყვანოთ არხი 1000 გამომწერზე.